მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს ჩვენ ერთად ესე ვთქვათ გადავხედავთ თუ რას გვეტყვიან ჩვენ არკანები და რა გზავნილს გვიგზავნის ჩვენ სამყარო და გავშლით ასე თემას გადამწყვეტი მოვლენები უახლოეს 7 დღეში. მოდი ვნახოთ ხომ ასე ვთქვათ გადამწყვეტი მოვლენები უახლოეს 7 დღეში. ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, კონცენტრირდით საკუთარ თავზე და ვნახოთ გადამწყვეტი მოვლენები უახლოეს 7 დღეში. ვნახოთ ხაბარ რა იქნება. რა მოვლენები იქნება ეს, ხომ? არ ვიცით რას შეეხება, რომელ სფეროს შეეხება, ამიტომ დაგჭირდეთ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვნახოთ საინტერესო გაშლები, რომელსაც მე თქვენთვის მოვამზადოთ და ავტორთან. ვნახოთ გადამწყვეტი მოვლენები უახლოესი 7 დღის განმავლობაში. რა მოხდება, ხო? რა უნდა სასწავლო თემა წამოიღო. ესე გავაკეთე. ხმლების ტუზი. და რეალურად ფონად გვაქვს ჩვენ ხმლების ტუზი. ამ კვირის ძირითადი ენერგია არის სიმართლის და სიცხადის ესე ვთქვათ გამოჩენა, ისაც აქამდე ჩრდილში იყო, ან შეგნებულად არ გინდოდათ დაგენახათ, ახლა პირდაპირ თვალწინ დაგიდგებათ და გამოგიჩნდებათ ყველაფერი. შეიძლება მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, გითხრან ისეთი სიტყვა, ან გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც თქვენს ურთიერთობაში გადაწყვეტ როლს ითამაშებენ რეალურად, ხო? იმპერატორი კვერთხების პაჟი და შეყვარებულები, ეს არის პირველი ხაზი, რაც აქ მდებარეობს. ეს არკანები გვიჩვენებენ, რომ ურთიერთობაში დიდი გავლენის მქონე ძლიერი ხასიათის პიროვნება ჩნდება იმპერატორიდან გამომდინარე. აქ არის პასუხისმგებლობის და კონტროლის საკითხი. კვერთხების პაჟი მიგვითითებს, რომ ურთიერთობაში შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდა ენერგია, ან პიროვნება, რომელიც ესე ვთქვათ სიახლეს ან ცდუნებას შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. შეყვარებულები კი არჩევნის აუცილებლობას უსვამს ხაზს, ხომ? წინ დაგიდგებათ დილემა და წინ დგას რეალურად თქვენ ცხოვრებაში დილემა, ვისთან დარჩენა ან როგორ გენდომებად გაგრძელება ურთიერთობის, ხომ? აქ ჩანს გადამწყვეტი არჩევანი სასიყვარულო ფრონტზე, ხო? სიყვარულში. შემდეგი არის ძალა, მეორე ხაზზე მდებარე არკანები, ძალა, 7-იანი კვერთხები და 3-იანი თასები. ეს კომბინაცია გვიჩვენებს რაღაცნაირად ბრძოლას და შინაგან დაძაბულობას. ძალა არის შიდა, ასე ვთქვათ, კონტროლი და მოთმინების არკანიც კი არის. 7-იანი კვერთხები ესაა ბრძოლა პოზიციის დასაცავად, ეს ვთქვათ, თავდაცვის პოზიციაში დადგომა, ხოლო 3-იანი თასები მიგვითითებს გარემოს ეს ვთქვათ ჩარევაზე, მესამე პირის ჩარევაზე, სასიყვარულო ხაზზე, სადაც მესამე პირია, ხო, კონკურენციაზე, რომელიც ამ ურთიერთობაში არის. აქ აშკარად ჩანს, რომ ურთიერთობაში ჩარეულია სხვა ენერგია, შემოძვირფასებო, რომელიც იწვევს დაძაბულობას და ემოციურ წონასწორობის დარღვევას თქვენს ურთიერთობაში. ხმლების რაინდის 3-იანი კვერთხები და ეშმაკი არის ბოლო ხაზი, ხო, ეს ბოლო, ასე ვთქვათ, სამეული ძალიან მძლავრია. ხმლების რაინდის ვთქვათ სწრაფ და ხანდახან აგრესიულ მოვლენასაც მოასწავებს, შეიძლება იყოს კამათები, დაპირისპირება, ძალიან პირდაპირი საუბრები უხეში ტონით და ასე შემდეგ, ხო, რომელიც გულს შეგაყენდეთ. 3-იანი კვერთხები გვიჩვენებს, რომ ურთიერთობა თითქოს წინ უნდა წავიდეს, მაგრამ გზას ბლოკავს თქვენი ურთიერთობის წინსვლის ეშმაკის არკანი, ეშმაკის ენერგია, ეშმაკი მიგვითითებს დამოკიდებულებაზე, ვნებაზე, მანიპულაციაზე ან მაგიურ ჩარევაზეც კი, ხო? აქ ახლა მე დიდად არ მიყვარს ესეთი რაღაცების თქმა, მაგრამ ჩანს აშკარად ჩარევა მაგიური გზით, რომ თქვენი ურთიერთობა წინ ვერ წავიდეს, ხო? ეს არკანი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ურთიერთობაში არსებობს დამაბრკოლებელი, ეს თქო ძიმე ენერგიები, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თქვენს წყვილ და თქვენი წვილი, ასე ვთქვათ, ვერაფრით ვერ მიდის წინ, ხო, თქვენი ურთიერთობა ვერაფრით ვერ წავიდა წინ, იმიტომ რომ ეს ჩარევები, რომელზეც თქვენზე მესამე პირები ახორციელებენ, ხო, ჩვეულებრივად გიბლოკავენ წინსვლის გზას, ურთიერთობის განვითარების პერსპექტივას და ამიტომაც არის, რომ არის გაუთავებელი, ასე ვთქვათ,
ჩხუბები, კავათები, თავდაცვის პოზიციაში დადგომები, საკუთარი ემოციების კონტროლი, მაგრამ ბოლომდე რომ ვერ აკონტროლებთ, ფაქტობრივად გეუბნებით, ინახეთ შეყვარებულები, აი ამ ხასიათს დააკვირდით, შეყვარებულები, სამიენთასები და ეშმაკი. აშკარად არის აქ ჩარევა მესამე პიროვნებების, რომლებიც თქვენ ურთიერთობას, ასე ვთქვათ, ბლოკავენ და მინდა გითხრათ ცოტა მტკივნეული ამბავი, რომ აქ ცოტა შეიძლება, ცოტა კი არა, კარგადაც ვაწყდებით, ასე ვთქვათ, ღალატის ფაქტებსაც და მაგრამ ეს ღალატი როგორ არის, იცით, გამოწვეული არა ისე რომ გიღალატეს, არა აიძულეს რაღაცნაირად, რომ გიღალატონ, პიროვნება აიძულეს რომ გიღალატონ და იჭერენ თითქოს აი ბორკელებში და არ უშვებენ აშკარად რა, ესეთი მდგომარეობა. მოკლედ უახლოეს შვიდყეში თქვენ სასწავლო ურთიერთობებში გამოვლინდება სიმართლე, რომელიც თავიდან შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ აუცილებელია რომ თვალი გაუსწოროთ, ასე ვთქვათ, რეალობას, წყვილს თქვენს წყვილში ანუ არსებობს არჩევნის საკითხი, დარჩება ურთიერთობა ძველ ჩარჩოებში თუ მიიღებს ახალ გზას რეალურად, გარედან ჩანს ჩარევა მესამე პირების ან გარემოს ზეგავლენა, ეგეც შეიძლება აქ შეითვალოს, რაც ასე ვთქვათ, აჩენს თქვენს ურთიერთობაში დაძაბულობას, ამასთან ერთად ეშმაკის გავლენა მიუთითებს, რომ საქმე შეიძლება იხებოდეს მაგიურ ჩარევას, ხო? ვნებით ან შურისგან წარმოქმნილ დაბრკოლებებს და ბორკილებს ასქვეს ურთიერთობას, არაძლევს საშუალებას, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს და ასე ვთქვათ, მყარი საფუძველი შექმნას და დარჩეს აი ამ მყარ, ასე ვთქვათ, სიმყარეში, ესე ვიტყვი. ეს კვირა იქნება გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაში სიმართლე გიჩვენებთ, სად დგას თქვენი ურთიერთობა სინამდვილეში, სად არის ის და რამდენად შეძლებთ, ესე იგი, გათავისუფლდეთ ამ მძიმე ენერგიებისგან. აშკარად თითქოს რო გადახედეთ, ყველაფერი მშვიდობით არის, ყველაფერი ამასაც არის შეფუთულად კი ბატონო, მაგრამ ყველამ ჩახედეთ თქვენს, ასე ვთქვათ, ურთიერთობას, თქვენს თავის, თქვენს გულებს და რა ვიცი, ვინც იგრძენით, რომ ეს გაშლა თქვენზეა, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თუ უფრო მეტად და კონკრეტულად თქვენზე გაინტერესებთ გაშლები ჩემო ძრფასება, ძალიან კარგია რომ რეზონირდება თქვენზე ეს გაშლები და მიხარია კომენტარებს რომ ვკითხულობ და დიდ მადლობას გიხდით ყველას ამ გულიანი კომენტარებისთვის, ყოველი კომენტარი ძალიან მახარებს და სულ უფრო და უფრო მინდა რომ ესეთ თემები ჩაგიწევთ, სადაც თქვენ გაინტერესებთ, ხო კიდე მაყურებელს რა თემები საინტერესებს, იმას უფრო წერ ხოლმე და აუდიტორიას ფართო აუდიტორიას, ხო? ამიტომაც იწერება ხოლმე ის თემები, რომლებიც თქვენ უმეტესობას აინტერესებს, ასე რომ თუ კონკრეტულად თქვენს სხვა საკითხები გაინტერესებთ, ან კონკრეტულად ეს საკითხიც გაინტერესებთ, მომწერეთ WhatsApp-ზე და გამიხილოთ თქვენი სიტუაცია უკვე თქვენზე მორგებულად. დამჯერეთ უცხო სურათს მიიღებთ, სულ სხვა სურათს მიიღებთ და ამიჯერათ, ხო? სულ სხვა არის მაინც პირადი გაშლა საჯარო ძალიან კარგია, რაღაცას მიგახვედრებს, რაღაც იქით-აქეთ, მაგრამ ახლა სრულიად თქვენზე ვერ იქნება აქედან გამომდინარე, მხოლოდ თქვენზე მორგებული გაშლები იქნება პირად გაშლებში. და დამჯერეთ სულს უფრო სიღრმისეულად და უფრო ახლებურ და ასე ვთქვათ, უფრო ღრმა ინფორმაციას მიიღებთ არსებულ საკითხებზე და სხვა საკითხებზე, რომელიც დაგაინტერესებთ თქვენ. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ.